ლატვიაში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლენილ პრობლემას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციური პარტიების წევრთა შეფასებით ლატვია დემოკრატიული ქვეყანაა და ისინი დემოკრატიულ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ და იქ ორმაგ სტანდარტს ვერ ხედავენ. მმართველი გუნდი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ლატვიის პოზიციას იხსენებს და განმარტავს, რომ ლატვიაში სახელმწიფო ინსტიტუტებმა თავიანთი ფუნქცია ვერ შეასრულეს. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით ლატვიაში არჩევნები უამრავი დარღვევით ჩატარდა. საქართველოში კი ხმების ავტომატური დათვლის მანქანებით არაერთი არჩევნები ჩატარდა და არც ერთი არსებითი ხარვეზი არ გამოვლენილა. ხარ გააფორმეს ხელის გადათვალეს და ნახეს და დაადგინეს. ალბათ ლატვია არის დემოკრატია, სადაც არ არის ერთი რუსი ოლიგარქი, რომელიც მართავს ქვეყანას თავის ნებაზე. გაარკვევენ და ნახავენ იქ დემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ლატვიაში, როდესაც ხდება რაიმე სახის ხარვეზი, იქვე ადასტურებენ ამ ხარვეზს და ხდება აღმოფხრა და სწორედ ამიტომაც არის, რომ ელექტრონულ სისტემებთან ერთად კვლავ რჩება ხელით გადასვლის ინსტრუმენტი. ლატვიაში ამავდროულად არის თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი ინსტიტუციები და თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, თვითონ ხელისუფლების მხრიდან კეთდება კომენტარები, იქ არ ხდება ძალადობა, ამიტომ ორმაგ სტანდარტს მე აქ ვერ ვხედავ. საქართველოში ინსტიტუციები არ არის თავისუფალი. პირველი რაც გაგვახსენდა, ბუნებრივია იყო ლატვიის პოზიციები საქართველოში ჩატარებულ გასულ არჩევნებთან დაკავშირებით. მე მგონი სანამ სხვებს გააკრიტიკებენ, ჯობია ელემენტარული სისტემა გამართონ თავად და შემდგომ ექნებათ იმის მორალური უფლება, რომ სხვა გააკრიტიკონ. უამრავი დარღვევით, უამრავი ხარვეზით ჩატარდა ეს არჩევნები, თუმცა ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია, რაც უნდა იმას გადაწყვეტენ, მაგრამ ფაქტი ერთია, სახელმწიფო ინსტიტუტები ჩავარდა და ვერ შეასრულეს მათი ძირეული ფუნქცია, ვერც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ვერც სხვებმა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ამ ტექნოლოგიების ფუნქციონირებაზე. საქართველოში უკვე არაერთი მეცხრე თუ სწორად მახსოვს, მათ შორის ერთი დიდი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამ ტექნოლოგიების გამოყენებით, არც ერთი არსებითი ხარვეზი აღარაფერს ვამბობ საერთოდ მანქანების გაჩერებაზე არ დაფიქსირებულა ჩვენგან. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ლატვიის ინტერესია, რომ აგრესია რუსეთის ფედერაციის ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიისკენ იყოს მიმართული და არა ბალტიისპირეთის მიმართულებით და ევროპის მიმართულებით ზოგადად. ამ პერსპექტივას ხედავენ. ამ პერსპექტივიდან გამომდინარეობს ნებისმიერი კრიტიკა, რაც საქართველოს მიმართ აქვთ. არა მარტო კრიტიკა, არამედ მოწოდებები, რომ აქ რევოლუცია მოხდეს და ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც მათ აწყობთ. არჩევნები რასაკვირველია ჩვენთან არ გაყალბებულა, მაგრამ ეს გაყალბების წინაპირობა თავად ლატვიაში შეიქმნა. როდესაც არჩევნებზე ვლაპარაკობთ, გინდა ლატვიაში, გინდა საქართველოში, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და მხოლოდ გამოყენებული ბერკეტია, რომ საქართველო გააკრიტიკონ რაღაც მიმართულებით. იმის მიღმა არის პოლიტიკა, ლატვიის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის მტრული და რასაკვირველია ამაში ლატვიას თავის პრინციპული პოზიცია გააჩნია.